მოკლედ იწყება ისტორიული მატჩი, დღე, რომელსაც თითქმის 22 წელი ველოდებოდი და დადგა ეს ზავის მშვენიერი დღეც, როდესაც მე აი ამ ტრიბუნაზე შევალ და აქედან ვქომაგებ იმას, რომ ჩვენ როგორმე გავიდეთ ევროტურნირზე, დღე, რომელსაც ავიცი, ამდენი ხანი ელოდებოდა ქართველი გულშემატკივარი და არა მარტო მე, რა თქმა უნდა. აჰა, კოლუმბია პიქჩერსი წარმოგიდგენ. Așa iწყება 30 ზაფხულესი მატჩი, რომელსაც ამდენი წელი ველოდებოდი. Așa iწყება დღევანდელი შეხვედრა, დღე, რომელსაც მე პირადად და ძალიან ბევრი ისეთი ქართველი გულშემატკივარი წლებია ელოდება 22 წელი გავიდა იმ შესანიშნავი დღის შემდეგ. მეც იმ შეხვედრის მომსწრე ვიყავი საბედნიეროდ, როცა ჩვენ თბილისის დინამომ კრაკოვის ვისლა დაამარცხა 2-1 და გავედით ევროტურნირზე, რომელშიც ითამაშეთ 5 გუნდიან ჯგუფში და იმის შემდეგ ჩვენ დავიცი ევროტურნირის გუნდღა არ გვინახავს და დღეს იმედი არა, დარწმუნებული ვარ მე ჯერა, რომ ანგარიშსაც არ გეუბნები, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ჩაოლებრად მომოვიდოთ ეს შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ მეტოქი არ არის ძალიან ძლიერი. მოდი ვიყოთ გულახდილები. შეიძლება გულშემატკივარზე ვთქვა, ანშლაგი არ გვაქვს, როგორც ყოველთვის. მოვიგებთ, ტორტს გამოვაცხობთ და როცა დავპატიჟებთ წვეულებაზე, მერე მოვლენ ეს ძვირფას გულშემატკივრები და მერე მე ვუყურებ ტელევიზორიდან და ისინი აქ იჯდებიან ჩემს ადგილას რა, ზუსტად ვიცი რომ ეგრე მოხდება და ამიტომ რავი ხალხო, იაროთ ხოლმე რა ჩემპიონატის თამაშებზე თუ არ ვივლით, ევროტურნირზე მაინც მოვიდეთ, კეთილი ვინებოდა. რავი, ახლა გულშემატკივარი რამდენი შეიძლება დავითვალო? 10,000-იც შეიძლება არ იყოს ფლიანობაში და რავი, არ არის ეს. ქალაქმა უნდა იცხოვროს ფეხბურთი და ქვეყანა, მე ესე ვფიქრობ. ალექს, ამდენი წლის ვიყავი, გახსოვს, რავი, მე ყველაფერი არა საქართველოს დამოუკიდებელი დინამო რო გავიდა, გახსოვს ეგ პერიოდი 91 ისო. 91 ბაბუაჩებს აღარ იპოვიდნენ. აი ეს რა, ისპასომო იყავი მაგ თამაშზე? არა, ქუთაისში ვიყავი მაგ. აუ და მე სურათები ჩივადეს და ჟირე, ალან ჟირეს იყო მაშინ ფუტბოლი. იყავი მაგ თამაშში. კი, მაგ თამაში ნაყოფი ვარ და მაისურის ყო და ეწერა 1-0. 2-1 მოვიგეთ ეს თამაში და. აი მე რა არჩი? ყველას მაგას ვეკითხები რა, მე კი ვიცი ჩემი პასი. ჟირეს ნაკრების იყო, კაცო. ჟირეს ნაკრების იყო და მე ჟირესთან გადავიდე, მოსული იყო. და ნაკრების იყო, ისა დინამო თბილისის იყო, შუშაკი ვიყო? არა, ისა ბუჩაძე. ხო და ისა ყველასგან მაინტერესებს, ჩემ მეზობელი ხვიჩასგანაც მაინტერესებს. აი შენი აზრი რა არის საჭირო რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და ფული მარტივ პასუხია, ფული. არა, ფული მარტივია და რა, აი შენია დასფიქრობ და მე გუნდი მყავს და შენ რატო უნდა დაგახარჯო ფული, შენი აზრი. ოკეი, მე მილიარდი ხეთმე და რატო გახარჯო ფული შენ? რა. ფეხბურთი ამ წუთას არის ყველაზე მაგარი ბიზნესი. ყველაზე მაგარი ბიზნესი არის ყველაზე მაგარი რა, შეიძლება ახლა რა ქვია, ისეთ ბიზნესებთან ავარ, მაგრამ ფული შევნა ამ საქმით შეიძლება. ჩვენ ფული შევნა მინდა და ფული, ეხლა ჩვენ შეიძლება ფული შევნა. ანუ ის არის რა, ინვესტიცია ჩადება. რა უნდა ისო რა, ინვესტიცია. აგიცო, დაგვიწევი და გიცეს. ჩვენ ყველაფერს გაკეთებ სორად, მოუჩენებ აკადემიას, გაკეთებ კარგ ინფრასტრუქტურას, რომ გულშემატკივარი სტადიონზე რომ მოვა, არ მოიტანოს სველი სალფეტკივი, შალი სალფეტკივი, დუშგელი, რომ სამი არ წიდეს. აი ახლა რატო არ დადის გულშემატკივარი შენი აზრით? აი რატო არ უშოია? გეტყვია რა, ნაკრებთან მიმართებაში მემახსოვრება რა ხალხი დავდიოდი რაღაცა პერიოდი და რეგულები აღარ ხდება. ანუ შედეგი უნდა რა. შედეგი უნდა. ჩვენ თუ ევროტურნირზე გავალთ, შემოვა ინვესტორები და აღარ მოვახმაროთ. ჩვენ შეიძლება ვეღარ ან რომელიმე და მე დავუკვირდე ბილეთი ხო არა გაქვს. ხო და მე ვფიქრობ რომ აი ხა ევროტურნირზე რო გავალთ ჩვენ, ჩემი აზრი ეგ არის რომ ჩვენ საერთოდ დაიწყობა და სულ მაგას ვიზახი რომ აი ხა დინამო რატო არ მოდის აქ საგულშემატკივრო. ხო შეიძლება ელიტა მოვიდეს პატარა ტრიბუნაში. ჩვენ ხო არის გვინის კულტურა რომ აი მაგალითად ჩვენი კლუბები შეხო ტორპედოს გულშემატკივრო.
მაი იბერიას თამაში ხარ, იმიტომ რომ აიაზრებ ევრო ტურნირებზე გულშემატკივარი ხო, იაზრებ რომ ეს თუ გადადგავს ნაბის, მე უკვე შენც ავტომატურად პროფესორსაც მაგდრეს აუ ალექს მოდი აქ რაღაცა მოცნებობ მე საბერძნეთში ცხოვრობ დროებით და მაგას რომ ხედავ ვეცდებ მაგაზე რომ აი სიგიჟეები ხდება ჩემ უბანში მაგალითად მე წითელი ფორმით ვერ გავდივარ ოლიმპიადოს ფორმა მაქვს ვერ გავდივარ იმიტომ რომ მართლა გეუბნები არ მიყავს გაფრთხილ ვერ გავდივარ და აი ეს კულტურა რომ დაბრუნდებოდ სანამ დაბრუნდება მე ვფიქრობ რომ გვერდში უნდა დაგვიდგეს ტორპედოს მე ვიცი ბევრი ხარ ტორპედოს გულშემატკივარი გვერდში მიდგას რა ჩალტუბოელი ტორპედო თბილისელი ყველა არიან ადამიანები ვინც აი არ მოდიან და იციან რომ ფანი ვარ აი ამათი შენი საფრთხელი რა არის მაგალითად შენ აი ჩინაურად გეუბნები რა გიქცევ და რა არის შენ თეთრი მაგას მისამართი ნებისმიერ საქმეს ჭირდება კარგი შემფასებები ან ნებისმიერ საქმეს რასაც ამაკეთებ და კარგი შემფასებები რა სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ანუ არის შემფასებელი რა ის თუ რაღაცა დარჩება უკმაყოფილო სიტყვაზე ან რაღაცა დარჩება უკმაყოფილი ანუ ეგ უკვე სხვა საკითხია მაგრამ აქ რომ მოხვალ შენ და რაღაცა შემფასებით ნაწილში სიტყვაზე რაღაცა პრობლემაზე იყირო აბა ეს არ მოხდა ეს არ მოხდა ეგ უფრო მისაღებია ეს შემფასება კი ბატონო მაგრამ ისე რომ კატეგორიული ხარ არ მოდიხარ არ მოდივარ რაღაციდან ლანძღავ ანუ არაფერს შემხობობაში არ ახარ ჩემთან არც მოდიხარ, არც გულშემატკივარი და უბრალოდ ლანძღავ რა. და არ მიმაჩნია რა სწორად რა. მოდი. პირველი მომენტი. ძალიან რეალური მომენტი ხდება. ძალიან რეალური. პირველი ტაიმი დასრულებულია. სამწუხაროდ 0-0 ჩემთვის სამწუხაროდ. და რა ვიცი, ველოდები თამაში არ ყოფილა ისიც საინტერესო, მომენტებიც ბევრი არ ყოფილა. მაგრამ მეორე ტაიმში ველოდებით, რა ვიცი, მჯერა რომ გვექნება მომენტები იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე, რა ვიცი, არ არის ხარ მაინც და მაინც რთული და არც გრანდების სიას არ წარმოადგენს. ემჩენკო გელავს. აი მეტია ჩემს ხმაში არ ჩავარდება უახლოეს მომავალში. ახლა გავაგოლე. დედიზე სამი მომენტი ქონდა და რავი, ვერ გამოვიყენეთ ხო რაღაც ისეთ ნათქვამი, მაგრამ არა, არ გავიდა, არ გადის გოლი, მაგრამ დრო საკმაოდ ბევრია, 58 წუთია. არიცი, ბევრი გულშემატკივარი ეხლა და ბევრი ადამიანი ვერ ხვდება რა გემო აქვს ამ თამაშს და ამ ხელა წონა აქვს ამ თამაშს. აი ხა ვერ ვითავისებ რა მეც მათ შორის აი ვერ ხვდები რომ რანაირად გამიხარდება ამ თამაშის წარმატების დასრულება და ევროტურნირზე გასვლა. ზუსტად ვიცი ბევრი ვერ ხვდება და ძალიან ჩვეულებრივად უყურებს რა და აი ბოლოს რო გემოს გავიგებთ როგორც საბერძნეთის ნაკრებთან ბოლო წამამდე რომ მივიყვანეთ თამაში და მე რამხელა გემო ხონდა მთელი ერთი წელი რო გვახსოვდა აი ესე იქნება ეს თამაში. ო ამასობაში გულშემატკივარი ისე თუ ასე მოვიდა მოედანზე აი ამ ტრიბუნებს თუ არ ჩავთვლით ხალხი არის ნამდვილად დაახლოებით 15000 გულშემატკივარი იქნება 15-დან 18-მდე. ძალიან კარგი სტანდარტული მდგომარეობა გვაქვს. ძალიან კარგი დარწმა და ისევ კუთხური და რა თქმა უნდა ვიდეო რეფერი ჩაერთვება საქმეში.
გავიტანე, რომელი კუთხეა 74 წუთზე. აუ, ამჯერად. გოლი რა დროს გავიტანე გოლი. როგორ საჭირო მომენტში გავიტანეთ გოლი, აი ბევრი ვერ მიახრეთ, ზუსტად ვიცი რა, აი ამხელა მოვლენა და რამხელა სანერვიულო გაგვიხდებოდა, ხო, რაღაცა თითქოს გძნობ, რომ რაღაცა შეგვიძლია არ ნერვიულობს მან. აი რამხელა რაღაცა დებს ასწორდე და რამხელა ქართული ფეხბურთის მომავალი დებს ასწორდე და ბრავო, ვიგებთ 1+. და ამ შედეგს მე დაწუნებულად მივიყვანთ ბოლომდე, რატომ მეორე არ გავიტანეთ კიდეც. სამწუხაროდ 1-1 გაგვიტანა ბრეს სტუმრებმა მალევე, ძალიან მალე უკვე სკორის დადებას ვაპირებდი და 1-1 ანგარიში არეულობით ისარგებლა მეტოქი. რაზეც ხშირად საუბრობ რა, არ გვაქვს ეს ფუფუნება, რომ ესე ადვილად მოუგოთ რომელიმე ქვეყნის ჩემპიონს მით უმეტეს. აი ეს რეალობა გვაქვს და ამას უნდა გავუცილდეთ რა, ეხლა გვაქვს 12 წუთი დარჩენილი და ამ 12 წუთში, რა ვიცი, რაღაცა უნდა ვქნა, თუ არა და მე დამატებით დროში, რა ვიცი, ძალიან დიდი ბრძოლა და ნერვიულობა გველოდება. ეხლა ზოგი კი არა მეტწილად ხალხი არც ფიქრობს რა. ზოგს აი შეუულებრივი სახე აქვს მიღებოდა, უყურებს ამას შეუულებრივია. არ ვიცი, მე არ შემიძლია ამას შეუულებრივია ვუყურო რა, ისე რომ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა გემოეკნება ამ ევროტურნირზე გასვლას. ერთ-ერთი ბოლო შეტევა 3 წუთია დამატებული და 93 წუთია თითქმის რა. ძალიან კარგი შეტევა, მარჯვენა ფლანგი, ერთი ჩაწოდება გვინდა რა, ერთი ჩაწოდება და კუთხური. აი აგვექნება შანსი. ბოლო შანსი. ბოლო მოწოდება გვაქვს და თუ ვერაფერი შემდეგ ნახევარი საათის ხურება კიდე მოგიწევს და ბევრი ნერვიულობა რა თქმა უნდა. ესეც ნერვიულობს რა ქნას კაცია. ვაიმე როგორი მომენტი გავაფუჭე. რა კარგი შანსი ქონდა აქვე დაგვესრულებინა ყველაფერი. როგორი კარგი შანსი ქონდა აქვე დაგვესრულებინა ყველაფერი, მე ვფიქრობ რომ ამ შეხვედრას ჩვენ აუცილებლად მივყვანთ ბოლოში. უბრალოდ გულდასაწყვეტი ისაა რომ კიდე ნახევარი საათი მოგიწევს ნერვიულობა რა და ბარემ აქე დამთავრებულიყო. ერთადერთი მომენტი ქონდა. აჩა, ჩრდილო ბრიტანელებს თუ სამხრეთ ბრიტანელებს? ჩრდილოეთ ირლანდია, ანუ და რა ვიცი, აი ვერაფერი ვერ მოუხერხებ, რა თითქმის სამოყვარულო გუნდს, რა ვქნათ, ეს არის ჩვენი მოცემულობა, მთავარი ვიყვარს და ველოდებით. ასე გავიტანეთ მეორე ბურთი 101 წუთზე დასრულდა პირველი ნახევარი დამატებული დროით და რა ვიცი, თუ რაღაც ასწავლი არ მოხდა მე მჯერა რომ რა ვიცი, წესი აღარ უნდა გავიდეს ჩვენ კარში, პირიქითაც იქით უნდა გავიტანოთ გოლი. ამდენი წუთი დაგვრჩა, მოკლედ 8 წუთი და 22 წლის შემდეგ ისევ ევროტურნირზე ვარ, რაღაც ისეთი ნათქვამია ისევ. მეგონება ყოველთვის იქ ვიყოთ დარჭობილი. 22 წლის შემდეგ ევროტურნირზე გავდივარ. რაღაცა ისე არის, ისეთი დღე არის, რა თქოს ხალხი არ ნერვიულობს, შუქაძის, არ მე ნერვიულობს ვერ ვაწყობ რა. არიან გულშემატკივრების ნერვიულობენ, მაგრამ ნაჩვენები სტანდარტულად უყურებენ, გეგონება რაღაცა რიგითი მატჩი იყოს და არ ვიცი, ჩემთვის რა იქნება არ ვიცი, ბოლოს რა ემოციები გქონდა. ამ შეხვედრაში დაიწყება ყველაზე მთავარი. აი გუნდი რო იგებს და მეორე გუნდი რო არაფრის მაქმისი არ არის,
უბრალოდ აი რაღაცა ნერვული ფონი რომ ითომ იმას დაუთმო. სათამაშო უპირატესობა და მე ვფიქრობ რომ არც ერთი გუნდი არ ვთამაშობდეს ესე პირიქით. რომ თამაშობდა ხვდები რომ ეს თამაში შენია და ბლოკ უპირატესობას ბოლომდე უნდა ამოთხარო და დააყარო ბურთი დავზე 3 წუთი დარჩა მატჩის დასრულებამდე და აკარიძე ადგილზეა. რაცა ისეთი შეხვედრაა რა, უპირატესობა გადავაბარეთ, ბოლოს 3 წუთი მივეცით რა. თუ დაგვიტან, თუ არა და მოგიგო. მე არ მომწონს, იმიტომ რომ ბოლოს შემატკივარი ნერვიულობს ძალიან და ესე არ შეიძლება ძმაო. რა ვიცი, მოვიგო თავარია და ვიჩივის. მატჩის ბოლო წუთი წავიდა. ხვედრის ბოლო წუთი დაიწყო, სავარაუდოდ 1 წუთს დაამატებს, მაქსიმუმ 2 წუთი და დასრულდება ჩვენი 22 წლიანი წვალება და როგორც იქნა, მადლობა ღმერთს, რომ დავალთ ევროტურნირზე და ვითამაშებთ აი ამ დებულ რაღაც დაიქოს სიტყვასაც ვერ ვალაგებ ისეთი ემოციები. Anki metode გვიტევს. ბოლო წუთების ნეკი. გადადება. და დარტყმაკარი. სანიშნავი გამოხდა. 1 წუთია დამატებული, 1 წუთი. წუთია დამატებული და ამ 1 წუთიდან უკვე დაახლოებით 20 წამი ილია. ნახევარი წუთი დარჩა. თამაში ვერ შევიყვანეთ, გურდე კუთხური, ბოლო შანსი მაინც მეტოქეს გაქონდეს და ნახოთ აბა. ანებიულო მაინც დაგვრჩა. ბოლო ჩაწოდება რა. ბოლო და ასრულდება დროადელი შეხვედრა. 1 წუთი უკვე გავიდა. ევროტურნირზე ვარ. არ მჯერა. 22 წლის შემდეგ ჩვენ ევროტურნირს ვითამაშეთ. არ მჯერა. თუ გინდა და დაიჯეროთ. არის 22 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ევროტურნირზე ვართ. იბერია 1999 დავიდა ევროტურნირზე. გავედი, როგორც იქნა გავედი, დასრულდა 22 წლიანი წვალება, ტანჯუა დასრულდა, ჯადო მოიხსნა, ჯადო, არის, ქართული ფეხბურთი ევროპაში, არის,
ჩემი თავარი შეკითხვა არის ის, რომ რა ვიცი, ყველა გულშემატკივარს აწუხებს, გუნდი გაძლიერდება, არ გაძლიერდება, ჩვენ ვიცით, ეხა ქართული ფეხბურთიდან გამომდინარე რესურსი რა არის ქართულ ფეხბურთში, საკლუბო დონეზე, ანუ რა საშუალება აქვს გუნდს, როგორი ფეხბურთელების დამატება და თუ ფიქრობს მთავარი მწვრთნელი, რომ მაგალითად არის საჭირო ფეხბურთელების დამატება და მაგალითად რატო არ იყო დღეს ის ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელიც ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო, რომელიც ძალიან დაგვეხმარებოდა ჩვენ მაგალითად და ну დაარჩენი ხა მეორე შეკითხვა, პატარა შეკითხვა იქნება ის რომ ის ჩრდილოეთ ირლანდიურმა გუნდმა ხა ის მწვრთნელი არ ვიცი შემოვა თუ არა, რატო არ გადაგვიტანა თუ გაქვს ამაზე ინფორმაცია ის კონკრეტული დღე, რომელიც მაგალითად ფეხბურთელები დაღლილი იყვნენ და მოუწიათ დაღლილზე ფეხბურთის თამაში. თუ გაქვთ ინფორმაცია, პატარა ინფორმაცია მოგვაწოდოთ, გითხრათ რატო არ გადაგვიტანა მეტოქე გუნდმა. ხო. გასაგებია? ხო, თუ ფიქრობს, რომ აი მაგალითად არის დამატება ამ ეტაპზე მაინც ფეხბურთელების და თუ განიხილება საერთოდ ან არ განიხილება და ამ რესურსით რაც გვაქვს, ყველა კმაყოფილები ვართ, თავარია ჩვენთვის ვიღებთ მონაწილეობას ევროტურნირზე და თავარია ვიყოთ იქ, ვიასპარეზოთ და ასე შემდეგ. თუ განიხილება რომ დავიმატოთ ან არ დავიმატოთ. Besaubre am თემაზე პრეზიდენტს აუხსენებდა რომ იმისთვის რომ სამფრონტზე ვიწოთ ფაქტურად ამ ჩემპიონატში ევროთასებზე ასევე საქართველოს თასზე უწევს თამაში და რა თქმა უნდა როგორც უკვე აღნიშნე ამისთვის საჭირო არის გავაცდილოთ შემადგენლობის სიღრმე და ახალ 2022 მოთამაშე ყავდეს იმისთვის რომ დაგვეხმაროს ყველა შეჯიბრში და ის გაგებით შეიძლება ჩემს ნათქვამს და აუცილებლად შეეცდება რომ ნამდვილად გააზრდოს გუნდი